ოდესმე ქონია ის უცნაური შეგრძნება, რომ რაღაც უფრო დიდი ცდილობს შენთან კომუნიკაციას. ის მომენტები, როცა თანხვედრები იმდენად სრულყოფილად ეწყობა ერთმანეთს, რომ შემთხვევითობას აღარ ჰგავს. ის წამები, როცა შენი გული თითქოს ცნობიერებამდე ადრე ცნობდა ჭეშმარიტებას, რომელსაც გონება ჯერ ვერ ამუშავებს. თუ გითხრა, რომ ეს ყველაფერი შემთხვევითობა არ არის, არამედ თავად სამყაროს მცდელობაა, გატეხოს შენი შეზღუდული აღქმის საზღვრები. არსებობს მდუმარე სიხშირე, რომელიც ახლა სწორედ ამ წამს მოედო ყველაფერს შენს გარშემო. ვიბრაცია, რომელზეც ცოტანი ახერხებენ ტალღის დაჭერას, იმიტომ, რომ ისინი ზედმეტად დაკავებულნი არიან, ზედმეტად გაფანტულნი, ზედმეტად დაძინებულნი ცნობიერად. სამყარო არ ყვირის, ის ფრთხილად ეხება, კოდებით ლაპარაკობს, რომელთა გაშიფრვა მხოლოდ მომზადებულ სულს შეუძლია. და იქნებ შენ სწორედ ამიტომ ხარ აქ დღეს, არა შემთხვევით, არამედ იმიტომ, რომ შენს შიგნით რაღაცამ იცნო მოწოდება, რომელსაც შენი ცნობიერი გონება ჯერ ვერ აცნობიერებს. დიდი უნივერსალური ჭეშმარიტებები არასდროს მოდიან ხმაურითა და საყვირებით. ისინი შენს ცხოვრებაში ჩუმად შემოდიან, შეუმჩნევლად, როგორც მცირე მოუსვენრობა, როგორც პასუხგაუცემელი კითხვა, როგორც აუხსნელი შეგრძნება, რომელიც ჩნდება ყველაზე მოულოდნელ მომენტში. რამდენჯერ გიგრძნია ის გულში ჩაჭერა, თითქოს რაღაც გეუბნებოდა, არსებობს რაღაც მეტი. რამდენჯერ არ შეამჩნიე ნიშნები, რომლებიც ახლა უკუსვლით რომ უყურებ, აშკარად ცხადად გეჩვენება. ადამიანთა უმეტესობა მთელ სიცოცხლეს ატარებს შეტყობინებების მიღებით, რომლებიც არასდროს გახსნეს. 10 წლეულების ატარებენ გამოცდილებების დაგროვებაში, რომლებსაც ვერასდროს ხსნიან და კვდებიან იმ პასუხებით, რომელთა დასმასაც არასდროს მოიკრიბეს დამბედაობა. ეს უბრალოდ კიდევ ერთი ვიდეო არ არის, ეს არის პორტალი. გახსნილობა იმ რეალობის მატრიჩაში, რომელიც შენს ცნობიერებას იჭერს ისეთ ნიმუშებში, რომლებიც აღარ ემსახურებიან შენს ევოლუციას. სანამ გაგრძელდები ამ გზავნილზე, დაწერე კომენტარებში ეს მანტრა. ჩემი სული გაღვიძებულაა, რათა მოისმინოს კოსმოსის ჩურჩული. ახლა გავაგრძელოთ გზავნილი. რას ფიქრობ, რა არის შენი ცხოვრება? ეს რუტინა, ეს საზრუნავი, ეს მიზნები, რომლებიც მოგღიდეს, თითქოს აუცილებელია, თუ ეს ყველაფერი მხოლოდ ზედაპირია, რაღაც უფრო ღრმა რეალობისა. დაფიქრდი, შენ დაიბადე კონკრეტულ პლანეტაზე, კონკრეტულ დროში, უნიკალური გამოცდილებების, ტკივილების და სიხარულების ნაზავით. მათემატიკური ალბათობა იმისა, რომ შენ ზუსტად ისეთი იარსებდე, როგორიც ახლა ხარ, პრაქტიკულად ნულია. და მაინც აი აქ ხარ. შეიძლება კითხვა არ უნდა იყოს რატომ მე, არამედ რისთვის მე. თანამედროვე მეცნიერება ახლა იწყებს იმის გააზრებას, რაც უძველეს ტრადიციებს უკვე 1000 წლეულებია ესმით. ჩვენ არ ვარსებობთ სამყაროსგან განცალკევებულნი. ჩვენ თვითონ ვართ სამყარო, რომელიც საკუთარ თავს განიცდის მილიარდობით ინდივიდუალური პერსპექტივით. ჩვენ შონდან თითოეული არის უნიკალური ობსერვატორია, უნიკალური ხედვის წერტილი, რომლის მეშვეობითაც სამყარო საკუთარი თავის მრავალფეროვნებას სწავლობს. შენ თვითონ ხარ ის ცნობიერების ველი, სადაც ყოველი გამოცდილება იბადება და ქრება. ძველი საიდუმლო სკოლები იცოდნენ, რომ სამყარო არ არის გარეგანი ობიექტი, რომელიც უნდა დაიპყრო, ის შენი ცნობიერების გაგრძელებაა, რომელიც უნდა გამოიკვლიო. როცა ბძენები ამბობდნენ, შეიცანი თავი შენი, ისინი თვითდახმარების ზედაპირულ პრაქტიკას არ გვთავაზობდნენ, ისინი გასაღებს გვაძლევდნენ მთლიანი კოსმოსის გასაგებად. რადგან შენი სხეულის ყოველი ატომი შეიცავს იმავე ინტელექტს, რომელიც მთელ გალაქტიკებს ამოძრავებს. ის გზავნილი, რომელსაც სამყარო ახლა ცდილობს გადმოქცეს, კოდირებულია შენი ცხოვრების ნიმუშებში. იმ ადამიანებში, რომლებიც შემოდიან და გადიან შენს გზაზე. იმ გამოწვევებში, რომლებიც მეორდება მანამ სანამ გაკვეთილს ბოლომდე არ გაიგებ. იმ სიზმრებში, რომლებიც გეწვევიან მაშინ, როცა შენი გონება იცხრება და თავდაცვა ქრება. შენ უბრალოდ გზავნილს არიღებ, შენ თვითონ ხარ ეს გზავნილი. ძველი ეგვიპტელები აცნობიერებდნენ, რომ სული გადის ინიციაციის სტადიებს. რაც დღეს ჩვენ პრობლემებად ვუწოდებთ, ისინი აღიქვამდნენ, როგორც აუცილებელ პორტალებს ცნობიერების გაფართოებისათვის.
ყოველი ეგზისტენციური კრიზისი, თითოეული გატეხილი გული, ყოველი ღრმა დანაკარგის მომენტი, ყველაფერი მოწოდებაა, მიაღწიო მცირედი მეს იდენტიფიკაციის მიღმა და გაეღვიძო შენი ნამდვილი სულის ვრცელობაში. რაც შენს ცხოვრებად გინათავ, სინამდვილეში სულიერი ვარჯიშის ველია. კოსმიკური ლაბორატორია, სადაც შენ ცდის სხვადასხვა ცნობიერების მდგომარეობებს, სხვადასხვა აღქმის დონეებს. და კითხვა, რომელიც ჩუმად ჟღერს შენს ყველა გამოცდილებაში, ყოველთვის ერთია. შეგიძლია აღიარო მარადიული ჭეშმარიტება დროებითი ფორმების მიღმა. თანხვედრები, რომლებიც გეს გიკვეთენ, შემთხვევითი კოსმიური მოვლენები არ არის, ეს პირდაპირი კომუნიკაციის ხაზებია შენს ცნობიერ გონებასა და უნივერსალურ ინტელექტს შორის, რომელიც ყველაფერს ახურავს. მიმეორებადი რიცხვი, ცხოველი, რომელიც მნიშვნელოვან მომენტებში გადის შენს გზაზე, მუსიკა, რომელიც ზუსტად მაშინ გესმის, როცა ფიქრობდი კონკრეტულ პიროვნებაზე, ეს ყველაფერი სიმბოლური ენებია, რომლის მეშვეობითაც სამხარო გიჩვენებს, რომ არასდროს ყოფილხარ ნამდვილად მარტო. ეგზისტენციური მარტოობა, რომელსაც ბევრი გრძნობს, მხოლოდ ნიშანია შენი ნამდვილი ბუნების დავიწყებისა. შენ არ ახარ განცალკევებული არსება, რომელიც მტრულ სამყაროს ებრძვის. შენ ხარ კვანძი უსასრულო ურთიერთობათა ქსელში, ფოკუსური წერტილი, სადაც უნივერსალური ცნობიერება შეიკრიბება, რათა განიცადოს უნიკალური გამოცდილება საკუთარ თავში. შენი სული სხეულში არ არის გადაბმული, სხეული არსებობს შენს სულის ვრცელობაში. ნამდვილი სულიერი გაღვიზება არ ხდება მაშინ, როცა გონებაში მეტი ცოდნა მოაქვს, არამედ მაშინ, როცა აშორებ იმ ფენებს, რომლებიც ფარავენ უკვე არსებულ ცნობიერების შუქს. დიდი მასტრები არ ასწავლიდნენ რთულ სისტემებს განათლების მისაღწევად, ისინი მიუთითებდნენ რადიკალურად მარტივ გზაზე, აღიარო ის, რაც ყოველთვის იყო, მაგრამ უყურადღებოდ დარჩა. სამყაროს სურს გაგაღვიძოს სილამაზით. ის მზის ჩასვლის გზით, რომელიც ერთ წამით ხდის გული გაჩერებულს. ის მუსიკის მეშვეობით, რომელიც არღვევს შენსა და ხმას შორის საზღვრებს. ის ღრმა სიყვარულით გაჯერებული მზერით, რომელიც მომენტალურად დაგავიწყებს, ვინ გგონია რომ ხარ. სილამაზე არის საიდუმლო პაროლი, რომელიც თუნდაც მოკლეხნით წყვეტს ფიქრის ტირანიას. არსებობს პირველ ყოფილი სიჩუმე, შენს გონების ყველა ხმაურის მიღმა. ფართო და ნათელი სივრცე, სადაც ყველა პასუხი უკვე არსებობს მანამდე, სანამ კითხვები ფორმულირდება. ყველაზე რევოლუციური პრაქტიკა, რომელსაც შეგიძლია მიხვე, არ არის მეტი ინფორმაციის, მეტი ტექნიკის ან მეთოდის ძიება. არამედ უნარის განვითარება, ჩაძვრე ამ სიჩუმეში და მიეცე მას, რომ დაშალოს ილუზიები, რომლებიც გაკავებს შეზღუდულ ნიმუშებში. დიდი ჭეშმარიტებები ყოველთვის ჩნდებიან პარადოქსებში ჩაცმული. თვითონ რომ იპოვო, უნდა დაკარგო თავი. ყველაფრის მისაღებად უნდა იყო მზად უარი თქვა ყველაფერზე. ნამდვილი გაღვიძებისთვის უნდა აღიარო, რომ სინამდვილეში არასდროს გძინებია. უბრალოდ გაიგე თავის სიძმრებთან, რომლებიც რეალობად ჩაგეთვალა. ახლა სამყარო გიკავშირდება შეტყობინებით, რომელიც ერთდროულად არის პირადიც და უნივერსალურიც. ის რეზონირებს შენი ცხოვრების უნიკალურ დეტალებთან, მაგრამ ეკოსავით ატარებს ჭეშმარიტებას, რომელიც ცილდება შენს ინდივიდუალურ ისტორიას. კოსმოსი მხოლოდ შენს ცხოვრებას გასაუმჯობესებლად არ ცდილობს. ის გიწვევს სრულიად გადააჭარბო შეზღუდულ წარმოდგენას იმაზე, რას ნიშნავს შენი ცხოვრება. ძველი ვედური ტექსტები ცნობიერებას უსასრულო ოკეანედ აღწერენ, ხოლო ყოველი ცნობიერი არსება არის დროებითი ტალღა ამ ოკეანეში. ტალღა არასოდეს არის გამოყოფილი ოკეანისგან, არასოდეს არის რამე სხვა წყლის გარდა, უბრალოდ დროებით იღებს გამორჩეულ ფორმას მანამდე, სანამ ისევ დაბრუნდება თავის წყაროსთან. შენი ნამდვილი მე სწორედ ეს ოკეანია, არა ის მცირე ტალღა, რომელთანაც აიგივებ თავს. სულის რეპროგრამირება იწყება მაშინ, როცა იწყებ დაკვირვებას შენს აზრებზე, იმის ნაცვლად, რომ იყო თავად ეს აზრები. როცა აცნობიერებ, რომ ხმა შენს თავში, ეს არ ხარ შენ, არამედ მხოლოდ პროგრამაა, რომელიც ავტომატურად მუშაობს წარსული პირობების საფუძველზე. მშვიდი დამკვირვებელი ამ ხმის მიღლა, აი ეს არის შენი ნამდვილი იდენტობა.
და ეს იდენტობა განუყოფელია უნივერსალური ცნობიერებისგან. ყველა ტრადიციის მისტიკოსებმა ერთი და იგივე ჭეშმარიტება სხვადასხვა გზით აღმოაჩინეს. საბოლოო რეალობა შეუძლებელია, რადგან ის არასდროს დაკარგულა. მე ვერ მივაღწევ მას, რადგან ის არასდროს ყოფილა შორეული. მისი უშუალოდ გამოძახება შეუძლებელია, რადგან ის გონებრილი გაგების საზღვრებს მიღმაა. მისი უშუალოდ განცდა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც წრუ იდენტიფიკაციის ყველა ფენა იშლება. სამყარო თქვენკენ ისწრაფვის არა იმისთვის, რომ მოგცეთ ის, რაც არ გაქვთ, არამედ იმისთვის, რომ შეგახსენოთ ის, რაც ყოველთვის გქონდათ. ყველაზე ღრმა გზავნილი სიტყვებით არ არის გადმოცემული, არამედ არსებობის ჩუმი პულსით, რომლის შეგრძნებაც სრული ყოფნის მომენტებში შეგიძლიათ. იმ მომენტებში, როდესაც ძიებას წყვეტთ და უბრალოდ არსებობთ. თქვენი ტრანსფორმაციის წმინდა კოდები არ არის დამალული უძველეს ტაძრებში ან ეზოთერულ ტექსტებში, ისინი თქვენს დნმ-შია ჩაწერილი. ჩვენ ვსუნთქავთ galaktikებით, ჩვენ ასახავს შექმნის უნივერსალურ მათემატიკას. მაკროკოსმოსი და მიკროკოსმოსი ერთმანეთის სრულყოფილი სარკეებია, როგორც ზემოთ, ასევე ქვემოთ. ცნობიერების ევოლუცია არ არის წრფივი, არამედ სპირალური. თქვენ უბრალოდ არ მიიწევთ წინ, თქვენ ფართოვდებით. სპირალის თითოეული შემოbrunება იგივე თემებს აბრუნებს, მაგრამ უფრო ფართო პერსპექტივით, უფრო ღრმა გაგებით. თქვენი გამოწვევები თქვენი უდიდესი ნიჭისკენ მიმავალი პორტალებია. თქვენი ყველაზე ღრმა ჭრილობები კი თქვენი ყველაზე სრულყოფილი განკურნების გზებია. თუ ეს გზავნილი თქვენ და თქვენ სიტუაციას შეეხო, კომენტარებში დაწერეთ. მზად ვარ მოვისმინო საიდუმლოებები, რომლებსაც სამყარო ჩემთვის ინახავს. გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი მეტი შთამაგონებელი კონტენტისთვის. მადლობა ყურებისთვის და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.